მადლობთ. გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. დავიწყებ მეორედ მოსვლით. ბევრი მოდის მეორედ, მაგრამ ერთ-ერთი პოლიტიკოსის მეორედ მოსვლა არის ახლა. დიახ, ამ კვირაში ერთ-ერთი მთავარი თემა არის გიორგი გახარიას პოლიტიკაში მეორედ მოსვლა, ძვირფასო მეგობრებო. დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი გახარია კამერებთან გამოჩნდა და განაცხადა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალო. მალე შევხვდებითო. ვიღაცები ამბობენ, რომ გახარიაო დამოუკიდებელი მოთამაშეაო და ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვსო. აი როგორ შეიძლება ეს ვიფიქროთ, მე არ მესმის, კაცი არ დაუჭერიათ. საქმეს კი არ აღუძრავთ და თქვენ გინახავთ დამოუკიდებელი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ბიზნესთან არა შეკრული და ციხეში ნაჯდომი არ იყოს. დაიჭიროს ბიზნესამ გახარია გენაცვალა და მე ვიწამებთ მის დამოუკიდებლობას. თუ პატიოსანი პოლიტიკოსი ხარ, ერთი სროკი უნდა დააგდო, ძმაო, ეგრე არ არის. აბა როგორ გინდა? გახარიაზე ხალხში ორად გაიყო აზრი, ნაწილი ამბობს, რომ გახარია რუსეთის ახალი სცენარიაო, ნაწილი ამბობს ბიზნეს სცენარიაო, მე ვფიქრობ, უფრო სერიალის მეორე ნაწილია. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ სრული ფილმი არ ვიცით რა იქნება, ჯერ მხოლოდ ტიზერია დადებული. ხო და იქნება ვინმე დაგვასპოილეროთ რა იქნება, რაღაცა ქართულ ჯიგრულ პონჩი რომ გავიგოთ ჩვენც. ჩემი აზრით უკვე ღიად იკითხება გახარია რომ რუსეთის სცენარიის ნაწილია, მალე პირდაპირ პუტინი გამოვა და იტყვის გახარია არსად არ წავა, გახარია ჩვენი პროექტია. ქალები რო ლაპარაკობენ ხოლმე ეს მიყვარს ეს ვიდეო განსაკუთრებით. აი ეს 4 ქალი რო დგას ეს. ერთი საინტერესო ჭორიც გავრცელდა, ამბობენ რომ გახარია კვირიკაშვილი და კალაძე ერთ პარტიას შექმნიან, ნუ მე არ ვიცი რა ერქმევა, რა სტრატეგია ექნებათ, მაგრამ პარტიის პრეზენტაცია სავარაუდოდ მთაწმინდაზე გააკეთებენ. მთაწმინდა არა, კახი? კახი, რომ იცოდე, რობესპიერმა დააკანონა გილიოტინა და ბოლოს თვითონვე დასაჯეს გილიოტინაზე. ასია გამოსაქანებელ ადგილს რო აკეთებდი, რაზე ფიქრობდი მაშინ? რაზე ფიქრობდი, მე არ ვიცი. ახლა კი დადგა დრო, მეგობრებო, მივულოსო ქართულ სპორტს და ქართულ კულტურას რენესანსის ხანის დასაწყისი. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი თეა წულუკიანი. გილოცავთ. თეამ პირველივე განცხადება ძალიან საინტერესო გააკეთა. გთხოვთ ნახოთ ეს სტატიის სათაურად გამოტანილი. ჩემი მთავარი მიმართულება იქნება მასობრივი სპორტი. მასობრივი სპორტიო. მასობრივი უმუშევრობა ვიცით. მასობრივი სიღატაკე ვიცით. ეს მასობრივი სპორტი რა არის, არ ვიცით. ალბათ მასობრივად ხალხი რო გარბის ქვეყნიდან, ამას გულისხმობს თეა, იმიტომ რომ თეას უნდა რომ ქვეყნიდან ხალხის გაქცევა სპორტის სახეობად აქციოს, იცი? ძალიან საინტერესოა, სხვა ახსნა მე ვერ მოვუწევდი. ქალბატონმა თეამ კულტურის მუშაკებს დაწყვიტა გული და არანაკლებ საინტერესო განცხადება გააკეთა. ნახოთ თუ შეიძლება ეს განცხადებას, თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შევეცდები გავიგო ეს აზრი საიდან მოდის. ხვდებით ხო რაც ხდება? გარეთ ხომ 2021 წელია ამ განცხადებით თეა წულუკიანმა კულტურის მუშაკებს და თეატრს 37 წლის შემობრძანება ახარა. უფრო უკეთ რომ წარმოიდგინოთ, თეა წულუკიანმა რა განცხადება გააკეთა, ვესტები ცოტა სხვანაირად აგიხსნათ. მოკლედ თუ დეზდემონას ამ მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია ექნება, თეა წულუკიანი ფინალურ სცენაში საკუთარი ხელებით დაახრჩობს. ანუ აი ეს განცხადება ამას ნიშნავს. ესე იგი თეატრში თუ ვინმეს განსხვავებული აზრი გექნებათ, ძალიან გთხოვთ ენასკებილი დააჭირეთ და დღეიდან ისეთ სპექტაკლები დადგით, რომ მინისტრს ეს სიამოვნოს. გესმით, რასაც გელაპარაკებით და ზოგადად ყოფნა არ ყოფნა საკითხავი ეს არის და აი შექსპირის სხვა მსგავსი უიმედო სიტყვები ამოიღეთ სპექტაკლებიდან, თუ გიდათ რომ გადარჩეთ. გესმით, ხო რასაც გულისხმობ. წულუკიანმა 3 მოადგილე დანიშნა. ერთ-ერთი აქედან არის ყოფილი მოსამართლე, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არის მოადგილე, არის ერთ-ერთი მოსამართლე იყო. თვითონ ministri ადრე იუსტიციას და პროკურატურას ხელმძღვანელობდა. მოადგილედ ყოფილი მოსამართლე დაინიშნა. მოკლედ ისე მიდის საქმე, ალბათ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელს შეიძლება შოთაძე დანიშნოს. რა ვიცი, შეიძლება. თლას ტურო არა, მაგრამ მაგასაც აქვს კაი სპექტაკლები დადგმული. მურუსიძეც რომ გაუშვათ მწერალთა სახლის ხელმძღვანელად კარგი იქნება, იმიტომ რომ ამ მწერლებს ძალიან აქვთ ენა წაგდებული. რა ვიცი, რაღაცეები არის, რეფორმები არის ძირეული.
საჭირო კულტურაში. მე მომწონს თეას კანდიდატურა ისე სიმართლე გითხრა. წულუკიანის მინისტრად დანიშნა არ ვიცი რომელ ხელოვანს ან სპორტსმენს გაუხარდა, მაგრამ ალეკო ელისაშვილს რომ გაუხარდა ზუსტად ვიცი, აღარ დააბულინგებს პარლამენტის დარბაზში. პარლამენტიდან თეას წასვლით გახარებულმა ალეკომ რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრებზე წინადადებები მხოლოდ ოცნებამ დადო. ოცნებამ მოიტანო შეხვედრებზე მარტო წინადადებებიო. აი, ოცნებამო. აი ახლა ამას ახლა აი ესეთი განცხადებები ის კარგად უნდა მოსყო იმ სავარძელზე რა. იმ სავარძელზე უნდა ესე მოსყო რა. აბა ეგ აწი იმ სავარძელზე ტრაკის ამწევი აღარაა და იმ სავარძელზე უნდა მოსყო. აბა საიდან სად უნდა მოსყო. მეორე განცხადება უფრო საინტერესოა ალეკო ელისაშვილის. ახლაო ესე თქვა, ახლა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აღარ არისო, სერიოზულიო. შეკაიკაცო, ჯერის ჩამტრეული ნეკნები მოიშუშე აქციებზე შენივე მუშტის ბრახუნით რო ჩაიმტრიე. არ შეგარჩეთო არჩევნების გაყალბებას თავს შეგაკლავთო რო იძახდი და მე თქვი რა ეგეთი რაღაცეები ხო შეიძლება. აი ესე რო იბრახუნებდი ხალხს. ესე იბრახუნებდი. მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საქართველოში ბრუნდება კრისტიან დენიელსონი. რაღა უნდა, რაღაცო ჩამოდისო ამბობს ხალხი, რა უნდა და თურმე ჩვენი ევროინტეგრაციის და განვითარების ფერფლი მოაქვს ყუთით და თხოვნა არისო, რომ იქნება ქოლგით დამხვდეთო იქო სადგურზე რომ ჩამოვალო, ესე უთქვამს. მე ვფიქრობ, ხიზელმა რომ ვერაფერი შეაგნებინა ამათ, ახლა თურმე მთვრალი ჩამოდისო, მე ესე გავიგე. პირდაპირ წარმოიდგინე დანიელსონი აეროპორტიდან ღრიალით რო გამოდის. სადახართ თქვენი სადახართ. გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინახავთ აი ესეთი გაბოროტებული რა ჩავართ. წარმოვიდგინე უცებ რომ დანიელსონი ესე რომ კარებს რო აღებს აეროპორტის ესე. საინტერესო იქნება. უკვე იმდენჯერ ჩამოიყვანეს ეს დანიელსონი რომ ამჯერად მოლაპარაკებების პარალელურად აეროპორტის მებაჟეს ბავშვს უნათლავს. ასე უთქვამს, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე ბიჭის ქორწილი მინდა გადავიხადო აქო არმაზის ხეობაშიო. უყარს იქ წყაროზე კი. საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ევროპის ჩართულობაზე ძალიან საინტერესო მოსაზრება გააჩღერა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა. უკვე ესე ტრადიციულად არის, უკვე ზილფიმიანი გადაცემაში ნახოთ რა გააკეთა, რა განცხადება გააკეთა. არ გამოვრიცხავ ევროპამ მელიას 40,000 ლარიანი გირაო გრანტით გადაუხადოს. წარმოიდგინეთ, ახლა ასეთი სიტუაცია ევროპამ გამოყო გრანტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის და ამ დროს წამოხდა დენიელსონი და დაიძახა ამ ფულიდან 40,000 ლიჩნად ჩემთვის მინდა. ძმები ხართ? ხართ. გამიგებთ. აი ესეთი სიტუაცია წარმოიდგინეთ. ბატონო დავით, მარტო გრანტი არ ეყოფა, მე გავიგე, რომ ევროკავშირის დეპუტატები დებენ 20 ევროსო, რომ ბოლომდე შეგროვდესო შარლ მიშელს ქონია თავი ფურცელი, მელია რო გამო, რომ ნახოსო ვინ რამდენი დადო ევროპარლამენტში. ძალიან ინდომებს ბატონი დავით ზილფიმიანი დღეს არტოვებს ისე რომ რაღაცა ერთი სიბრძნე არ დაახეთქოს. ერთი ასეთი ამბიციური განცხადებაც გააკეთა ბატონმა დავითმა და ვნახოთ ეს განცხადებაც. რაც ჩვენ და ელისაშვილმა გავაკეთეთ ამ ორ თვეში, წინამოწვევის პარლამენტში მთელი 4 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი გაკეთებულა. ხედავთ, რამხელა ამბიციაა პრინციპში, რომ დაუკვირდე ეს კაცი სიმართლეს ლაპარაკობს. მართალია სისულელეებს აკეთებს, მაგრამ მსგავსი ხო არაფერი გაკეთებულა და ბატონ დავით, ელისაშვილმა რა გააკეთა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თქვენ რომ ქვეყანა იხსენით ჩამონგრევისგან, ეგ ნამდვილად დასაფასებელია. ნამდვილად, რომელი აიღებდა თავის თავზე ამ ხელა ტვირთს, ბატონო დავით, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელი შეეცვალა და ყოფილიყო მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო. ქვეყნის გადარჩენის ამ ხელა მისია მხოლოდ თქვენნაირი გმირები იღებენ თავის თავზე. ისტორიაში შეხვალ დავით აღმაშენებელს რა გითხრათ, მაგრამ დავით სახელმცვლელის სახელით. ხო შეიძლება დავით სახელმცვლელი ესე რომ შედის ისტორიაში და ბავშვები რო სწავლობენ მომავალში რაღაც საგნებში რო შეგვაქვს. ძალიან კარგი კაცია დავით ზილფიმიანი, დაიბახსოვრეთ. საერთოდ დავით ზილფიმიანს რო ვუსმენ, მე მიკვირს რატომ აგზავნის ევროპა დანიელსონს, ჩვენ არ ყავს ძლიერი პოლიტიკოსები და საერთოდ საქართველოს არაფერი არ აქვს თქვენი დასახმარებელი. ამასახლავე დაგიმტკიცებთ. ქართული ოცნების კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი გიორგი ხელაშვილი. ვნახოთ გიორგის განცხადება.
საქართველოს ეკონომიკურად არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს. ეს გახლავთ მეგობრებო ახალი კოცი, ახალი კოცები ხო არიან, ერთ-ერთი ახალი კოცია, როგორია რომ უკანასკნელი არაადეკვატური კოცი ირაკლი კობახიძეა, არა. თურმე ასე არ ყოფილა, ირაკლის უკან მთელი ახალი თაობა მოდის არაადეკვატური კოცების. მე ასაც უყურებ ესე ჩანს. საქართველოს ეკონომიკა ევროპისას არ ჩამოუვარდებაო, არადა -11%-იანი ვარდნა გვაქვს თვითფასო ტელემოყურებლებო. მაგრამ ხელაშვილი ვარდნას არ ენდობა, სანამ ეკონომიკის დაცემის ხმას არ გაიგონებს და ცარცით არ შემოხაზავენ, მანამდე არ დაიჯერებს, რომ ეკონომიკა დანგრეულია დაღუპული იყოს. ქართული ოცნება არ მიდის არანაირ დათმობაზე, არც ევროპას უსმენს და არც ამერიკას, მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა რა, აი გაბრაზებული ვარ, გამწარებული ვარ, უხოცნება რა. უხოცნება რა, ახლა იყოს 15 მაისი თქვენ გაჩვენებთ წელს. 15 მაისის ის იყოს ახლა, რას უზავდი ამათ. ოცნებას რო ვაკვირდები, მათი მდგომარეობა ძალიან გავს ვაშლი ჯვრის ნაპრალს. თავიანთი განცხადებებით ყოველ საათში 5 სანტიმეტრით ვჩორდებით ნატოს და დასავლეთს, თანაც არსებობს საფრთხე, რომ ერთიანად მოვწყდეთ და მეწყერის სახით დავეშვათ ჩრდილოეთის მიმართულებით. ეს ხუმრობა ეფუძნება მეცნიერულ კვლევებს, გერმანელი იუმორისტების დასკვნა. ესენიც კალაძემ ჩამოგვიყვანა და დადეს დასკვნა. რამდენიმე დღის წინ მთავარი არხის ეთერში გავრცელდა უშიშროების ყოფილი თანამშრომელთან ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ ავალებდნენ ოპოზიციის აქტივისტების მთავრობის წევრების მოსმენას და მათ პირად სივრცეებში კამერების დამონტაჟებას. მოკლედ, მეც მისმენენ, თქვენც გისმენენ, ყველას გვისმენენ. ერთადერთი, ვისაც ქართული ოცნება არ უსმენს, დასავლელი ფასილიტატორები არიან. იმიტომ რომ ისინი რაღაცა დემოკრატიაზე და სისულელებზე ლაპარაკობენ და არაფერია ისეთი საინტერესო, სიმართლე გითხრათ, რომ მეც რომ დავაკვირდი არაფერი. ისე რა გიკვირთ, ვერ გავიგე. ბიძინა ხო ღმერთ კაცია, ძვირფასო მეგობრებო და როგორც ღმერთი, ისე ხედავს ყველაფერს, თორე როგორც კაცი ამას ნამდვილად არ იკადრებდა. ხდებით? ამ ინტერვიუს შემდეგ ნათელი გახდა, რომ მთავრობა ყველას უსმენს, მათ შორის თავის გუნდის წევრებსაც, თან სახლებში უყენებენ კამერებსო, ერთი სიტყვით, ვინც თვლიდით, რომ ამ მთავრობის დროს თავისუფლად სუნთქავდით, ძალიან გთხოვთ გვერდზე გადატრიალდით, ღამე ძალიან ხრინავთ. ამ სკანდალური ინტერვიუს შეეწირა აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე. მინდა გითხრათ, რომ ამ კვირაში აშკარად არ უმართლებს ქართულ ოცნებას და არ უმართლებს საბანაძეებს. 4 დღის წინ თანამდებობა დატოვა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ქალბატონო ნატალია საბანაძემაც. მან თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ ისი პროევროპულია, მაგრამ ამის თქმა არ არის საკმარისიო, პროევროპული უნდა იყო. ქალბატონო ნატალია, არიან კიდეც პროევროპულები, რო გითხრათ, სიმართლე. შემოსავლები ევროებში აქვთ და ან დოლარებში. ევრორემონტები აქვთ სახში ჩვეულებრივად, მანქანები ევროპული ყავთ, ანგარიშები ევროპაში აქვთ და მეტი რა ქნან. ერთადერთი პოლიტპატიმრები, სასამართლო, გაყალბებული არჩევნები და მსგავსი უმნიშვნელო არადემოკრატიული წვრილმანები კი უნდა გადაყლაპოს ახლა ევროპამ, ახლა სიმართლე რო გითხრათ, რა არის ახლა ამაში ისეთი, რომ გადაუყლაპავი. რა არის? მოკლედ მეგობრებო, ძალიან სწრაფად მივექანებით რუსეთისკენ, ისეთი სისწრაფით მივექანებით, რომ ამბროლაურის მერის პორშეც კი ვერ გვეწევა. რა ვქნა, რა გავაკეთო, რა ვქნა, ვერ გივიწყებ, რა გავაკეთო, მითხარი. რა ვქნა? ამ პრორუსულ ქვეყანაში რომ დაშრიალებ ამ პორშეთი, არ გიტყდება. არ გიტყდება. გადაცვალე ეგ პორშე, კაი შეკრულ ნოლშესში, ხო შეიძლება და ხო ხედავ რომ ამ შენი პროდასავლური მანქანით არ უხდები ქვეყანას. წადი და გაყიდე და იყიდე რა ჟიგული შეკრული, კარგი რამე. ევროპისა და ზოგადად დასავლეთის გზას რომ ავწდით, უკვე აშკარაა ევროკავშირში ჩვენი ელჩის გადადგა ხალხო, მეტი მტკიცებულება რაღა უნდა არსებობდეს. რას ვიზამთ ქართული ოცნების ბოლო პროდასავლელმაც დატოვა საბუდარა. ძვირფასო მეგობრებო. ერთი სიტყვით ნატალია საბანაძემ ამით მიგვანიშნა, რომ ქვეყანა რუსულ ნაგავში არის ჩაფლული და ჩვენც რა ვიცი, ჩავწვეთ ამ ნაგავში ძვირფასო მეგობრებო და ვუსმინოთ აი ამ გულის ამრევ სიმღერას. ამუნალეკო ისის ხელმძღვანელობით დიდი მადლობა.